ეს არის ისტორია სასწაულზე. იმაზე თუ როგორ გადაიქცა დანაწევრებული ქვეყანა ხელახლა დაბადებულ ერად. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ოსმალეთის იმპერია დაიყო. ბრიტანეთმა კონტროლი დაამყარა ერაყზე, ტრანსიორდანიასა და პალესტინაზე. საფრანგეთმა დაიკავა სირია, ლიბანი და კილიკიის რეგიონი. ჰიჯაზმა და ჩრდილოეთ იემენმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. იგეგმებოდა დიდი სომხური სახელმწიფო შექმნა და აღმოსავლეთით ავტონომიური ქურთისტანის ჩამოყალიბება. იტალიამ დაიკავა სამხრეთ-დასავლეთი, ანტალიის რეგიონის ჩათვლით. აღმოსავლეთ თრაკია და იზმირი საბერძნეთს გადაეცა. ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები მოკავშირეთა კონტროლის ქვეშ მოექცა. ოსმალეთის იმპერიიდან მხოლოდ მცირე ნაწილი, ცენტრალური ანატოლია დარჩა. 1919 წლის მაისში მუსტაფა ქემალ ათათურქი სამსუნში ჩავიდა და ანკარაში ეროვნული გამოფხიზლების ორგანიზება დაიწყო. ის ჯერ ქურთულ ძალებს შეუამხანაგდა და შეტევა სომხეთზე მიიტანა, სწრაფად დაამარცხა მისი არმია და აღმოსავლეთ ტერიტორიები დაიბრუნა. შემდეგ ის სამხრეთით ფრანგული ძალებისკენ გაემართა. მოლაპარაკებების შედეგად საფრანგეთმა სამხრეთ რეგიონები დატოვა. დასავლეთში საბერძნეთმა წამოიწყო შეტევა, მაგრამ დუნგუპინარის გადამწყვეტ ბრძოლაში ბერძნული არმია განადგურდა. ამის შემდეგ იტალიამ და ბრიტანეთმა ტერიტორიების დატოვება არჩიეს. 1923 წელს ოსმალეთის სულთანატი გაუქმდა და ოფიციალურად დაარსდა თურქეთის რესპუბლიკა.